60,000-ზე მეტი უფასო სასწავლო კურსი ტექნოლოგიებში და მსოფლიოს უმსხვილესი პლატფორმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საქართველოს IMD Code-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა პროგრამის ფარგლებშიც საწყის ეტაპზე 250,000 ადამიანი შეძლებს სრულად უფასოდ გაიღრმაოს ცოდნა და მიიღოს განათლება ტექნოლოგიების სფეროში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მსოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიების აქტივისტი, ქალთა გაძლიერების მიმართულებით და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ლედი მარიამ ჟამე ეწვია. მან დამსწრე საზოგადოებას თავისი გამოცდილება, ორგანიზაციის მისია და იმ შესაძლებლობების სპექტრი გააცნო, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში მცხოვრები გოგონებისა და ქალებისთვის. 250,000 ქალს საწყის ეტაპზე და გოგონას აღარ მოუწევს გადაიხადოს არანაირი საფასური იმისთვის, რომ მან გაიღრმაოს ცოდნა და მიიღოს შესაბამისი უნარები ტექნოლოგიების სფეროში. საქართველოში გაიხსნა IMD Code წარმომადგენლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რომელიც არის ყველაზე მსხვილი ქსელი გოგონებისთვის და ქალებისთვის მსოფლიოში უფასო განათლების მისაცემად, სრულად დაფინანსებული პროგრამების უზრუნველსაყოფად, რომლის რაოდენობაც ჯამში არის 60,000-ზე მეტი. ეს არის კურსები, რომელიც შეთავაზებული არის მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდებისგან. ეს არის კურსები, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე იზებნება, მაგრამ არის ფასიანი. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ეს იქნება სრულად დაფინანსებული და ხელმისაწვდომი ყველა მსურველისთვის. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოში ვიწყებთ ოპერირებას. საქართველო იქნება 92-მე ქვეყანა, სადაც ჩვენი პლატფორმის ფარგლებში ქალებსა და გოგონებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ განათლება და გაიუმჯობესონ უნარები ტექნოლოგიური მიმართულებით. ვიცით, რომ BTU-ს აქვს ბევრი პროგრამა ქალების გაძლიერების კუთხით და ახლა უკვე IMD Code-ის პლატფორმის მეშვეობით ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მათ. საბოლოო ჯამში მიზნად ვისახავთ 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალის მოზარდისა და ბავშვის გადამზადებას პროგრამირებაში. იმედი გვაქვს, საქართველო ამ ინიციატივის ფარგლებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს როგორც რეგიონში ქალებისა და გოგონების ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციების განვითარების ერთ-ერთი ლიდერი.